საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია და თქვენთვის პირდაპირ ეთერში გადაცემა Art Express იწყებს მუშაობას. მე ხათუნა მანაგაძე ვარ. თქვენთან ერთად შევეცდები საინტერესო ამბების მიმოხილვას. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც გახლავთ ტრადიციული კულტურა. ტრადიციის პატივისცემა და მისი მემკვიდრეობითობის პროცესში განხილვა ერთ-ერთი აქტუალური საკითხი გახლავთ. ტრადიციაზე დაშენებული თანამედროვე კულტურა ყოველთვის გაცილებით უფრო საინტერესოა და მით უმეტეს, როცა ტრადიციის შენახვა ხდება უცვლელად და ის თაობიდან თაობას გადაეცემა. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი ქართულ კულტურაში გახლავთ ჭიბონის კულტურა, საკრავის, რომელიც გავრცელებულია ჩვენს რეგიონში და მას მრავალმხრივი დატვირთვა აქვს, მაგრამ ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ჭიბონი და ძველი ქართული ცეკვები თანამედროვე გარემოში. ვისთან ვისაუბრებთ ამის შესახებ, თუ არა მირანდა ბაღდადიშვილთან, ქორეოგრაფთან ერთად, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ყველაფერს რომ თავიდან ვანებოთ, არის იმ ოჯახიდან, სადაც ეს საკრავი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. საღამომშვიდობის მირანდა. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში გილოცავთ დღესასწაულს. გილოცავთ. ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი, რადგანაც მთელი ჩემი ცხოვრება, შეგნებული ცხოვრება, ასე ვიტყვი, უკავშირდება სწორედ ამ ინსტრუმენტთან ურთიერთობას. მამაჩემი გახლდათ ინსტრუმენტალისტი, ჭიბონის შემსრულებელი, ჭიბონის პარტიების და აგრეთვე მოცეკვავე მსახიობი. და მთელი ჩემი ცოდნა და პედაგოგიც აგრეთვე ის პედაგოგიურ მოღვაწეობას სწორედ ამ ინსტრუმენტზე დაუფლებით აგრძელებდა თავის საქმიანობაში. ამიტომ ეს ინსტრუმენტი ჩემთვის არის ფაქტობრივად ასოცირებული საკუთარ ცხოვრებასთან. და მინდა გითხრათ, რომ თუ არ გიყვარს ჭიბონი, ანუ უნდა გიყვარდეს ეს ინსტრუმენტი მთელი თავისი არსით და ამ გამოცდილებით, რაც ცხოვრებაში გავიარე ამ ინსტრუმენტთან ურთიერთობით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დამოკიდებული არის ადამიანის განწყობაზეც და ხასიათზეც. ფაქტობრივად, როგორი დამოკიდებულებითაც ებყრობი ამ ინსტრუმენტს, აი ისეთი დამოკიდებულებით პასუხობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, საკმაოდ გვიან აღმოვაჩინეს სხვათა შორის ეს შემდეგ, როდესაც უკვე წლები გავიდა და გავაანალიზე ამ ინსტრუმენტთან ურთიერთობა ოჯახურ პირობებში და შემდეგ, რა თქმა უნდა, სცენაზეც. წლების განმავლობაში მე და მამაჩემი ერთად საქმიანობდით ანსამბლ ბათუმში, ენვერ ხაბაძის სახელობის აკადემიურ ანსამბლში და ეს ინსტრუმენტი იყო ჩვენი ანსამბლის რეპერტუარის განუყოფელი ნაწილი. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ თვითონ ამ ინსტრუმენტთან ურთიერთობა თავად მამაჩემის დიდი ინიციატივა არ იყო. ეს გახლდათ ბატონ ენვერ ხაბაძის ინიციატივა. ფრაგმენტები ვნახეთ და თუ შეიძლება კიდე რო გავუშვათ, იმიტომ რომ შეგვიძლია. ეს გახლდათ ბატონ ენვერ ხაბაძის ინიციატივა აჭარის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვის პერიოდში ბატონმა ენვერმა შეთავაზა მამაჩემს, რომ შეესწავლა ეს ინსტრუმენტი და შეთავაზა მხოლოდ შესრულება. ცეკვასთან ერთად, იმიტომ რომ ეს ისეთი ინსტრუმენტია, მარტო აკომპანიმენტს სახელმწიფო ანსამბლში ასევე არ გაუწევს, აუცილებლად უნდა იყოს თანაზიარი საცეკვაო ფოლკლორთან ერთად და აუცილებლად უნდა იცეკვო ინსტრუმენტი. აი მამაჩემი გახლავთ, ეს არის კადრები 1971 წელი მოსკოვში გადაღებული კადრებია, რომელიც სხვათა შორის უნიკალური მასალაა და ეს მასალა საერთოდ შემთხვევით აღმოჩნდა საქართველოში და შემდეგ გავრცელდა და ჩაგვივარდა ჩვენ ციხეში ბატონ დათო გვეტაძეს ეკუთვნის ეს ამ კადრების გამომზეურება საქართველოს მასშტაბით. და მამას მონათხრობიდან ასეთი ფრაზა დამრჩა მეხსიერებაში, რომ ბატონო ენვერ, აი რა სმერჩით, როცა ამ ინსტრუმენტთან ურთიერთობას მთავაზობთ სახელმწიფო ანსამბლში, იმიტომ რომ ფაქტობრივად, როდესაც ეუფლები ამ ინსტრუმენტს, ცხოვრობ მასთან ერთად, როგორც მოგახსენებთ, ძალიან ფაქიზი ინსტრუმენტია, არათუ განწყობაზეა დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. და განსაკუთრებით დამოკიდებულია თქვენ წარმოიდგინეთ გარემო პირობებზეც. შესაძლებელია ინსტრუმენტთან იმუშაო, ააწყო, მოიყვანო მწყობრში, გახვიდეს სცენაზე, რამდენიმე ფრაგმენტი შეასრულო და უცებ ინსტრუმენტი გარემო მიმოქმედოს ინსტრუმენტზე, ანუ კლიმატურმა პირობებმა. ამიტომ ფაქტობრივად ამ ინსტრუმენტს ვინც ეუფლება ანსამბლებში, იმან აუცილებლად უნდა იცოდეს მასთან მუშაობის სპეციფიკა, აუცილებლად უნდა ფლობდეს ინსტრუმენტის მოვლის და აგრეთვე ინსტრუმენტის აწყობის პრინციპებს.
შეუძლებელია მხოლოდ იმუშავო ინსტრუმენტთან, ისე რომ მხოლოდ რა თქმა უნდა შესაძლებელია, როდესაც ყავს ორკესტრი, მუსიკალური ბენდი, იქ ყავდეს შემსრულებელი, რომელიც შეასრულებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ჭიბონთან ურთიერთობა, განსაკუთრებით აჭარისა და გურიის საცეკვაო რეპერტუართან ეგიდია. იმიტომ რომ ფაქტობრივად აი ცეკვები, რომლებიც გავრცელებული იყო ეს გახლავთ ხორუმი და განდაგანა, წარმოუდგენელი იყო ყოფაში ამ ინსტრუმენტის თანხლების გარეშე. აი რა არის საინტერესო ცეკვის პროცესში ინსტრუმენტი მოძრაობის დროს სპეციფიკური მაიქ რაღაც ხტუნვა, რაღაცა ისეთი ნაბიჯებია ხო ძალიან ძლიერი. რამდენად მოქმედებს ეს ყველაფერი და როგორ შეიძლება შენარჩუნება წყობის ამ შემთხვევაში? აი ამით არის ეს ინსტრუმენტი ძალიან რთული და სწორედ ეს იყო ის ფაქტორი, რითაც პასუხი იყო მამაჩემის რას მერჩით ბატონო ენვერ, იმიტომ რომ ეს მოითხოვს ძალიან დიდ ოსტატობას. გარდა იმისა, რომ უნდა გქონდეს რა თქმა უნდა ძალიან კარგად განვითარებული ფილტრები, იმიტომ რომ მოითხოვს ფილტრებთან მუშაობას, აგრეთვე ჰაერის ნაკადის ოდენობაც, რა ოდენობის ჰაერის ნაკადი უნდა გაუშვა ცეკვის დროს. ამასთან ერთად კიდე რა თქმა უნდა საცეკვაო მოძრაობების შესრულება, კომბინაციების შესრულება. თუ ჭიბონზე შემსრულებელი ასრულებს თვითმოქმედ ანსამბლში და ეს არის ან მოყვარულთა ჯგუფებში, იქ შედარებით ადვილია, იმიტომ რომ იქ შეიძლება უბრალოდ მოძრაობა გააკეთო, გადახედო, გადმოხედო ინსტრუმენტთან ერთად და შექმნა რაღაცა ამინდი, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ანსამბლში ფლობ ამ ინსტრუმენტს და ამ ინსტრუმენტთან ერთად უნდა გამოხვიდეს სცენაზე, აქ არ არის საკმარისი მხოლოდ უბრალოდ რაღაცა მცირე მოძრაობების შესრულება აუცილებლად. ამიტომ მოცეკვავისაგან ძალიან დიდ კოორდინაციასაც მოითხოვს, ყურადღებას მოითხოვს და ძალიან დიდ აი სწორედ ეს კონცერტი გახლავთ, აი ისეთი ის კონცერტი, სადაც შუა შესრულების დროს ინსტრუმენტი აიშალა. აჰა. სამწუხაროდ ჩვენ ახლა აი ესე განსაკუთრებით ბასის პარტია და აი მამამ თავისი პროფესიონალიზმით მოახერხა ის სწორედ რომ მივიდა ძალიან ახლოს დასთან და ანიშნა რომ აუცილებლად ნელ-ნელა ინსტრუმენტები უნდა შესულიყო რომ ძალიან უხეშად არ გამოჩენილიყო ინსტრუმენტის აშლი აი ყოველთვის კონცერტის წინ აი რაც მახსოვს აუცილებლად კულისებში გასulis წინ რამდენიმე წამით ადრე აუცილებლად შეამოწმებდა ინსტრუმენტს ისე გასვლა შეუძლებელი იყო და აი ეს ერთადერთი კონცერტი მახსოვს, სადაც ახლა რომ კონცერტსაც ვთქვათ, მე მქონდა შეხება, რომ ინსტრუმენტი ზუსტად რაღაცა 8 შესრულების შემდეგ ნელ-ნელა ინსტრუმენტმა დაიწყო აშლა. ეს რა იყო მიზეზი? აი ეს იყო, მე ვაბრალებ უფრო კლიმატურ პირობებს, ეს გახლდათ ძალიან ისეთი პერიოდი იყო, მარტის თვეში იყო ეს კონცერტი, უსიყვარულოდ ერქვა, ძალიან საინტერესო ბატონი ენვერ ხაბაძის ხსოვნას მიეძღვნა, მაგრამ იყო ძალიან რთული კლიმატური პირობები. გათბობა არ იყო, თქვათ, შენობაში ეს 2003 წელია, რაღაც ძალიან რთულ პირობებში იყო, მაშინ ფაქტობრივად სიტუაცია როგორც მოცეკვავებისთვის, ისე რა თქმა უნდა აკომპანიატორებისთვის. ამიტომ მე ამას ვაბრალებ და რა თქმა უნდა თავადაც ხა მისი გამოცდილებით. და მინდა გითხრათ, რომ ეს ინსტრუმენტი ძალიან პოპულარული იყო, განსაკუთრებით 80-იან წლებში თითქმის ყველა სახელმწიფო ანსამბლში. აგრეთვე ბავშვთა ანსამბლებში მე ძალიან კარგად მახსოვს, ბატონი თამაზ გოგოტიშვილის ყავდა ანსამბლი მესამე ექსპერიმენტულ სკოლასთან არსებული და მისი ძალიან დიდი ის იყო სურვილი რომ მის ანსამბლში აუცილებლად ჭიბონის თანხლებით შესრულებულიყო ხორუმი და განდაგანა. და თქვენ წარმოიდგინეთ წლების განმავლობაში ყოველი პარასკევი, შაბათი, კვირა თბილისიდან გვიგზავნიდა მამაჩემს მოსწავლეებს რომ იმათ შეესწავლათ ეს ინსტრუმენტი რომელსაც ის გამოიყენებდა არა მარტო ინსტრუმენტი რა თქმა უნდა ცეკვის მანერასაც დაუფლებოდნენ ინსტრუმენტთან ურთიერთობას ცეკვის დროს და წლების განმავლობაში მახსოვს და ძალიან კარგად დამამახსოვრდა არაჩვეულებრივი ადამიანი კაკაბაძე ჩვენი საუკეთესო ერთ-ერთი შემსრულებელი ბატონ თამაზ გოგოტიშვილთან რომლებმაც მაშინ ამასამმა მოიპოვა გრან-პრი ტანცოლიმპის ფესტივალზე. აუცილებლად მინდა გკითხოთ, ეხლა ცოტა ბოლოსკენ წავიდეთ. დღეს თანამედროვე სიტუაციაში ახალგაზრდების დამოკიდებულება ამ ინსტრუმენტთან რამდენად ფლობენ იმ უნარებს, რაც აუცილებელია სცენაზე ამ ინსტრუმენტის სწორად გაჟღერებისთვის და მისი სინქრონულად ცეკვის პროცესში ჩართვისთვის. მინდა გითხრათ, აი რაღაცა მაინც სასიხარულო მომენტია ეს, რომ წლების განმავლობაში ცოტა მივიწყებული იყო ჭიბონთან აკომპანიმენტი სახელმწიფო ანსამბლებში. რამდენიმე ანსამბლმა შეინარჩუნა სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ წლების განმავლობაში ეს 66 წელში სუხიშვილებმა შეიტანეს ბატონმა თამაზ გოგოტიშვილმა შეასრულა პირველად იქ.
ხორუმის პარტიის შესრულების დროს. მაგრამ ეხლა წავიდა ტენდენცია, როდესაც ეს ინსტრუმენტი ისევ ძალიან პოპულარული გახდა და თანამედროვე რეპერტუარში ჩვენ თუ გადავხედავთ ანსამბლების რეპერტუარში ძალიან ჩვენ მე არ ვსაუბრობ ეხლა კონკრეტულად თქვათ ჩვენი ანსამბლის რეპერტუარზე, რადგანაც ის ატარებს ბატონი ენვერ ხაბაძის ხაზს, მაინც ძირითადად და ეს შენარჩუნებულია. ასევე ანსამბლობენ მირანდა. აი ხა უკვე ძალიან ბევრი არის ფაქტობრივად, პედაგოგები ბევრი არიან. ეხა ბათუმში თქვენ მოგეხსენებათ განსაკუთრებით ეს არის ყურადსაღებია ქალბატონ ეთერ დარჩიზის დამსახურება ძალიან დიდია ამაში, რომ ძალიან ბევრი მოსწავლე ყავს და ნამდვილად აი შესაშური ენთუზიაზმით მუშაობს ქალბატონი ეთერი ამ ინსტრუმენტთან მიმართებაში და რეგიონებშიც რა თქმა უნდა იგივე სიტუაცია. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ამამახსოვდა სახელმწიფო ანსამბლ არსიანშიც შეტანილი ეს ინსტრუმენტი თავისი დატვირთვით თვითონ და თანამედროვე რეპერტუარშიც ძალიან გავრცელდა უკვე საბავშვო ანსამბლებშიც მინდა გითხრათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ უფრო კარგია როცა ადრეულ ასაკში ეუფლები, ბავშვები ძალიან ადვილად ეუფლებიან ყოველგვარ სიახლეს ზოგადად, ადვილად ითვისებენ და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტთან ურთიერთობა. ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებელია ხორუმისა და განდაგანისათვის თავისი, აი როგორც გითხრათ, იმ გამყინავი ბგერით, თითქოს რაღაცა ყიჟინის მომცემი, რაღაცა мотиваციის მომცემი, რაღაცა ენერგიის, რაღაცა სხვა და აი რაღაცა სხვა შემოაქვს, იცით, აი დინამიკა მოაქვს აი ამ ინსტრუმენტს, პირველივე ბგერიდან, როგორც სოლო შესრულებით, რა თქმა უნდა, შემდეგ თუ ფონად ემატება კიდევ აკომპანიმენტი სხვადასხვა ინსტრუმენტების, ეს ქმნის რაღაც არაჩვეულებრივ ფონს. და მე ნამდვილად წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით ხორუმი და განდაგანა შესრულდეს ამ ინსტრუმენტის გარეშე. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თემას შევეხეთ, იმიტომ რომ ეს არის ის რა ტრადიციაც უკვე საუკუნეების მანძილზე მოვდევს და ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ დღეს ახალგაზრდები ასეთი დიდი ყურადღებით და ინტერესით ეკიდებიან ამ ინსტრუმენტს და ზოგადად ქართულ ხალხურ ცეკვებს. ძალიან დიდი მადლობა. ქორეოგრაფი მირანდა ბაღდათიშვილი იყო ჩვენთან ერთად. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, როგორც თქვით, ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი ნაწილი იქნება მიმდინარე მოვლენების განხილვა და მე მინდა ეხა ერთი ფრაგმენტი მოვისმინოთ და შემდეგ ჩავთავთ სტუმარს. გონია რომ აი ეს სამი პროფესია რეჟისორის, მომავალი დრამატურგის და თეატრმცოდნის აი ამ ხალხს უნდა მოუყაროთ ერთად თავი და 2 წელიწადი ვამყოფოთ ერთად. და ისე არა რომ ყველა თავთავის ოთახში და ასე ვთქვათ ყველა თავის ნიშა დაიკავოს და ჩაგეტილიყო პირიქით აი დრამატურგი წერს იქვე ამოწმებს რეჟისორი ამას სარეპეტიციო პროცესში. რა ვიცი ახლა რომელია მთავარი? სამივე მთავარია მაგ შეკითხვიდან. სხვანაირად მე არ შემიძლია. რა გამოვა? ძალიან საინტერესოა, მეც უაღრესად მაინტერესებს, ძალიან გატაცებული ვარ ამ იდეით, არ ვიცი რა გამოვა. მე არ მინდა მათ ვასწავლო, გაუზიარებ რაც ვიცი, მაგრამ მე მინდა მათთან ერთად ვეძებო. ეს გახლავთ პირველი პერიოდის ინტერვიუ, მას შემდეგ, რაც თემურ ჩხეიძის სახელოსნო ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, სულ რამდენიმე ხნის წინ ამ სახელოსნოს ლიკვიდაციის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ჩვენ ახლა გვინდა ვესაუბროთ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს აღზრდილს, რეჟისორს, დრამატურგს ქეთი სამხარაძეს ის ჩაგვერთვება ეხლა თბილისიდან. ქეთი, საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის, გესმით ჩემი ხმა? კი, მესმის, კარგად მესმის და ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ და მოდით დავიწყოთ. აი ხა ბატონი თემურის ინტერვიუს უსმენდით ფრაგმენტს ჩვენ და იქ სწორედ იყო საუბარი იმ ტრიადაზე, რომლის ერთობლივი მოქმედება, რომლის ერთობლივი აქტივობა განაპირობებს იდეალური შედეგის შექმნას და მოდით ვისაუბროთ, რა ფუნქციები და დანიშნულება ქონდა სახელოსნოს, რომელზეც დღეს ასე ბევრს საუბრობთ.
მადლობთ ამ თემის გაშუქებისთვის და ამ თემის დაინტერესებისთვის. დრამატურგიის თემურ ჩხეიძის სახელობის დრამატურგიის სახელოსნო და არა მხოლოდ დრამატურგიის, თუმცა ბოლო წელს შეიცვალა ეს ამ პროგრამის დასათაურება და თვითონ ეს პროგრამა და მხოლოდ დრამატურგების სახელოსნო გახდა, ასე ვთქვათ. იყო ერთადერთი შემოქმედებითი და საგამომცემლო პლატფორმა საქართველოში, სადაც იწერებოდა ახალი ტექსტები თეატრისთვის და თუ ჩვენ ვიცით რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თეატრისთვის ახალი ტექსტის შექმნას, დრამატურგიას, შესაბამისად გააზრებულიც გვაქვს ამ პლატფორმის და ამ სივრცის, ამ შემოქმედებითი საგამომცემლო სივრცის არსებობა ქვეყნისთვის. იმიტომ რომ ერთადერთი იყო, სამწუხაროდ მიწევს ამ ყველაფერზე წარსულ ფორმაში ლაპარაკი. და სადაც არსებობდა თავისუფალი გარემო და მოუკიდებელი ტერიტორია იმისთვის, რომ გესწავლა თეატრი, შეგექმნა თეატრისთვის ტექსტი, შეგექმნა თეატრისთვის ცოცხალი სიტყვა და გემუშავა მერე ამ ყველაფერზე მსახიობებთან, შემოქმედებით გუნდთან და თეატრში გემუშავა ზოგადად და დაგეხვეწა ეს უნარები და კიდევ უფრო მეტად განგევითარებინა პირველადი ნამუშევარი, რაც შექმნინა და ჩაიფიქრა. მე უშუალოდ თემურ ჩხეიძის სტუდენტი არ ვყოფილ ვარ, ვერ მოვესწარი ბატონ თემურს სამწუხაროდ, თუმცა ჩემი პედაგოგები იყვნენ და არიან თემურ ჩხეიძის აღზრდილები, მასთან ერთად მუშაობდნენ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს გახსნის დღიდან, დათო თავაძე, დავით გაბუნია, გურამ ყონღაძე, რეჟისორები და დრამატურგები ქართული თეატრის და მათ ყველაზე კარგად იცოდნენ და იციან თემურ ჩხეიძის მუშაობის სპეციფიკა და ზოგადად და ეს გადმოგცათ მერე თქვენ ეს ყველაფერი გადმოვიდა თქვენ საუბარზე. და ეს ცოდნა გადმოგცა ჩვენ და მუშაობდით ამ წელიწადნახევრის განმავლობაში აქტიურად, წერდით პიესებს და ვემზადებოდით, რომ ამ პიესების გასასაჯაროებლად, ასე ვთქვათ, რა უნდა გამოცემულიყო წიგნი, პიესების კრებული, თემურ ჩხეიძის მიმდინარე ჯგუფის ახალბედა დრამატურგების მიერ დაწერილი, ანუ ჩვენს მიერ დაწერილი და შემდეგ უნდა მომხდარიყო ამ პიესების საინტერესო სათაურით, როგორც ვიცი. დიახ, აი სათაურის არც ერთი პიესა გაჩნდა, ეს სახელი, ამ სახელის იდეა გაჩნდა, მას შემდეგ რაც გიაც ქიტიშვილმა, თეატრმცოდნე გიაც ქიტიშვილმა, ესეთ რაღაც განაცხადა, იმის შემდეგაც ხელი მოაწერა სახელოსნოს ლიკვიდაციას. ესეთ რაღაც განაცხადა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში არც ერთი პიესა არ დაწერია. უბრალოდ 2 წელიწადნახევარი ახსენა მე როგორც მახსოვს. მინდა ვთქვა, რომ 2 წელიწადნახევარი არ სწავლობდით ჩვენ ჯამში 2 წლიანი სწავლებაა და ჩვენი სწავლების დრო წელიწადნახევარს ითვლის, არც თვალ მაგდენს. თან არც ერთი პიესა კი არ დაწერია, დაიწერა 11-ზე მეტი პიესა 7 დრამატურგის ახალბედა დრამატურგის მიერ. და რამდენი პიესა დაიდგა ამ 7-დან? არა, არ დადგმო არც ერთი ხომ დაწყებულიყო ამაზე მუშაობა. იცით, არის ეს მიმდინარე ჯგუფი იყო მხოლოდ დრამატურგების. არიან ჩვენთან ერთად რეჟისორები და მთელი ამოცანა და მთელი აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ახალი ტექსტები შექმნილიყო თეატრისთვის და აი უკვე მათი გამოშვების მერე მათი გასაჯაროების მერე წავიდა და მუშაობა მის დადგმაზე, მსროლების მხრიდან იქნებოდა ეს თვითონ სახელოსნოს ფარგლებში. არის თუ არა შესაძლებლობა აი ეს პიესები დაიდგა სხვა პლატფორმაზე, სხვა გარემოში? დიახ, რა თქმა უნდა, უფრო მეცაც გეტყვით, აი პირადად ჩემი პიესა, რომელიც თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ფარგლებში განვითარდა, იდგმება, მალე იქნება პრემიერა, მაისის ბოლოს, არ ვიცი რამდენად თქვა ეს ხმა, მაგრამ ხო, ესე აღარ დავაკონკრეტებ, რომელ თეატრში და დავტოვებ რაღაც საიდუმლოს ელემენტს, მაგრამ იდგმება კი უკვე და იმედია სხვა პიესებით რაღაც გზას იპოვიან, ხო? დიახ, კი, აი ერთ-ერთი პიესით მაგალითად დაინტერესდა ჩვენი მეგობარი ახალგაზრდა რეჟისორი ანა ლოგიშვილი, რომელიც არის ესპანეთში და რომელიც შესაძლოა გააკეთოს ამ ერთ-ერთი დრამატურგის პიესის დადგმა და გარდა მაგისა, მაგალითად შემიძლია ახსნა მარიტალი პარტელიანი, რომლის პიესაც წაიკითხეს ჰაიდელბერგის ფესტივალზე დრამატურგიის. იგივე ჩემო პიესამ აიღო ებერტის ფონდის პრემია. ანუ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში გარდა იმისა, რომ წერდით პიესებს, ხო, მათი ხილვადობაც მეტნაკლებად ხდებოდა რა, სხვა პლატფორმებზე, მეტნაკლებად რა, ანუ ხდებოდა სხვა. პრაქტიკულად მაინც შეიძლება ითქვას, რომ შედეგი სახეზეა და თუ არ გამვითარდება ერთ გარემოში და ეს ძალიან ცუდია, რომ ეს გარემო აღარ იქნება, ამ პიესებს გამვითარების შესაძლებლობა აქვთ. რამდენად გაქვთ ინფორმაცია, შეიძლება თუ არა ზოგადად იყოს საუბარი ამ სახელოსნოს ისევ აღდგენაზე და რაღაცა ფორმით ფუნქციონირებაზე?
ხო, ანუ ერთი არის ის, რომ ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ, აი მაგალითად დავსრულებთ კრებულს და ჩვენი პიესები დაიდგმება და რაღაცნაირად როგორც ახალბედა ავტორები დავიწყებთ მუშაობას სრული სამეფო და საჭიროების სამეფო თეატრში. სამწუხარო არის მოცემულობა, რომ ზოგადად გაუქმდა საქართველოში ერთადერთი სივრცე, სადაც დრამატურგებს შეეძლოთ ესწავლათ პიესის შექმნა და განევითარებინა დრამატურგიული უნარები. და აღარ არსებობს გავსი სივრცე, იმიტომ რომ არ არსებობს არც თეატრალურ უნივერსიტეტში, სხვა თეატრალურ მიმართულების არც პროგრამაზე, არც სასწავლებელში. რაც პროგრამა, სივრცე, პლატფორმა, გარემო, სადაც ასწავლიან დრამატურგიას. ხვდებით? ან ჩვენ შემთხვევაში თუ შეიძლება ამ განვითარება მოყვას, აი თქვა დაიდგას და ხელოვნება გაიზარდოს და ასე შემდეგ და უყოლოდ არ გაქრეს ეს შრომა, ან იმ ადამიანებს, ვისაც ჰქონდათ სურვილი თემურჩხეიძის სახელოსნოში ჩაბარების, ან ვისაც ჰქონდათ სურვილი, რომ დრამატურგები გამხდარიყვნენ და ეს უნარები შეესწავლათ, ფაქტობრივად ამ სურვილს ვერ შეისრულებენ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ იქნება გარემო, სადაც შეძლებენ ამ განათლების მიღებას და ამ სივრცის დაუფლებას. თან ისეთი ტიპის ატმოსფერო შექმნა მით უმეტეს ძალიან რთულია, როგორც იყო თემურჩხეიძის სახელოსნოში, როგორც არის თემურჩხეიძის სახელოსნოში დღემდე, თავისუფალი, დამოუკიდებელი, შეუზღუდავი, ისეთი როგორც სჭირდება თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და სავსე თეატრის მიმართ სიყვარულით და ორიენტირებული იმაზე, რომ გამოვლინდეს ავტორის სურვილი ტექსტთან მიმართებით და ის საჭიროება, რაც თეატრს სჭირდება და ეს არის სამწუხარო. არ ვიცი რა იქნება მომავალში, სამწუხაროდ ვერ ვიტყვი ამას და ვერ დავაპროგნოზირებ. ვისურვებდი, რომ გაგრძელებულიყო მუშაობა, თემურჩხეიძის სახელოსნოში იარსება, იქ ისევე ესწავლათ უფასოდ სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს. როგორც ჩვენ სწავლობდით უფასოდ და როგორც აქამდე უფასოდ სწავლობდა ყველა სტუდენტი თემურჩხეიძის სახელოსნოში, ვინც დღეს არიან აქტიურად ქართულ თანამედროვე თეატრში, ვინც ქმნიან ქართულ თანამედროვე თეატრის პროცესს. არც გაგრძელდება თუ არა, მოკლედ ისევ იგივეს ვიტყვი და სამწუხარო არის ის, რომ შესაძლებლობა, რომ სტუდენტმა და დაინტერესებულმა პირმა ზოგადად ადამიანმა მიიღოს განათლება, ამ შესაძლებლობის მოსპობის ტენდენციას ვხედავთ. სამწუხაროა, ნამდვილად, ქეთი, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გაგვაცანით, როგორ მუშაობდა და მუშაობს რეალურად თემურჩხეიძის სახელოსნო. მე გისურვებ წარმატებებს და ამ სახელოსნოს აღზრდილებს ვუსურვებ, რომ მათი შემოქმედება სწორედ იმ საფუძველზე აღმოცენებული, რომელსაც ასეთი მშვენიერი ტრადიცია ჰქონდა, განვითარებულიყო საინტერესოდ. დიდი მადლობა ქეთი სამხარაძე, რეჟისორი, დრამატურგი იყო ჩვენთან ერთად და ჩვენ საუბრობდით თემურჩხეიძის სახელოსნოს შესახებ. დავბრუნდით სტუდიაში, ვაგრძელებთ გადაცემას და ჩვენი გადაცემის მესამე თემა გახლავთ ბალეტი. ხელოვნება, რომელიც არის ძალიან მაღალი გემოვნების, ძალიან აქტუალური და ბედნიერებაა ის, რომ ჩვენს ქალაქში არსებობს კერა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში პატარებს, მოზრდილებს და გარკვეული ასაკის ადამიანებს აჩვევს ბალეტის სიყვარულს და აძლევს მათ საშუალებას თავიანთი შემოქმედება სხვადასხვა სივრცეში გაავრცელონ. ჩვენი სტუმრები არიან ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლის დირექტორი ქალბატონი ირმა მსხალაძე და ანი ფირცხალაიშვილი, პედაგოგი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ და მადლობა იმისთვის, რომ აქ ხართ. რა ხდება დღეს ბალეტის სკოლაში? ჩვენ დიდი ხანია არ შევხვედრივართ. დიახ, უკვე მე მგონი 10 წელია. მართლა? კი, გავიდა ამდენი დრო. იუბილე გქონია. ამდენად ძალიან ბევრი რამე გვაქვს მოსაყოლე და ძალიან ბევრი წარმატება გვაქვს უპირველეს ყოვლისა. მადლობთ რომ მოწვევისათვის, მადლობა თემით დაინტერესებისათვის და დღეს ჩვენ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ საბალეტო სკოლა წარმატებით უახლოვდება 2024-2025 სასწავლო წლის დასასრულს. მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდე დიდი გამოწვევა გვაქვს ფესტივალ კონკურსი, სოლიდური კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას მაისის თვეში და გვაქვს ჩვენი ტრადიციული საანგარიშო გამოსაშვები კონცერტი. უკვე თარიღი დაწესებულია და 15 მაისი 7 საათზე მუსიკალურ ცენტრში. დიახ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. აი ახლა კადრში ვხედავთ ჩვენ იტალიას დომენიკო მოდუნიოს ფესტივალზე საბალეტო სკოლის უდიდეს წარმატებას. აი უდიდეს იმიტომ ვამბობ, რომ სკოლამ აქ მოიპოვა 3 პირველი ადგილი
კლასიკურ და სახასიათო ცეკვაში და ეს იყო ძალიან დიდი წარმატება და სხვადასხვა მედლები, დიპლომები და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ სანამ აი ეს მომენტი დადგებოდა ჩვენთან კონკურსების თემა, მანამდე სკოლაში აქტიურად მიმდინარეობდა საგანმანათლებლო მუშაობა, პროცესი, მასტერ-კლასები, ინოვაციების დანერგვა, მოწვევა პედაგოგების ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან, თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან, სპეციფიკური საგნის პედაგოგების, როგორც სახასიათო, ასევე კლასიკური ცეკვის პედაგოგების ხდებოდა საკონტროლო გაკვეთილების ჩატარება და აი ეს პროცესები მიმდინარეობდა სასწავლო წლის პირველ ნახევარში, იანვრის თვემდე. პარალელურ რეჟიმში, როდესაც აი საგაკვეთილო პროცესების პარალელურ რეჟიმში სასცენო დადგმები. მოკლედ, პირველი ნახევარი ძალიან დატვირთული იყო და ძალიან ნაყოფიერი იყო. ამ ხნის განმავლობაში, როგორც უკვე თქვენ გითხარით, 10 წლის განმავლობაში ჩვენ გავიზარდეთ. ძალიან გავიზარდეთ იმდენად, რომ ჩვენ უკვე სოფლიო მასშტაბით. მე რამდენი თაობაა წელს აი საერთოდ საბალეტო სკოლის არსებობის მანძილზე? საბალეტო სკოლის არსებობის ალბათ მე-7 გამოშვებაა, ხო? ანი ფირცხალაიშვილის მე-4 გამოშვებაა წელს. გადავალ წელს, დიახ. აი როცა სასწავლო პროცესზე საუბრობ, ბუნებრივია, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ თქვენი აზრი და თქვენი დამოკიდებულება. აი როგორ ხდება ეს პროცესი უკვე ამდენი წლის განმავლობაში იზრდებიან ბავშვები და სად მიდიან მერე რო ამთავრებენ, რამდენად პერსპექტიულია ეს ყველაფერი და ძალიან დიდი შრომა რომელიც დევს ახლა ვხედავთ ჩვენ რა დიდი შრომა არის ჩადებული ამ ყველაფერში თქვენი მხრიდან, ბავშვების მხრიდან. აი თქვენი დამოკიდებულებით რამდენად როგორ გითხრათ, აი როგორ ვითარდება მერე ეს ყველაფერი, რასაც მიიღებენ საბალეტო სკოლაში? აი შემდეგ როგორ ვითარდება, ხო, აი ჩვენ საქმიანობას ეს სამწუხარო ამბავია, რომ არა აქვს გაგრძელება ჩვენს ლამაზ ქალაქში. ბავშვები მიდიან თბილისში, მარიამ უგრეხელიძის დასში მოღვაწეობს რამოდენიმე ჩვენი მოსწავლე კურსდამთავრებული. და აქ სახელმწიფო ანსამბლში პოვეს ადგილი ნაწილმა. თუმცა აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა მაინც. კი, ეს ცოტა ჩვენთვის სამწუხაროა, იმიტომ რომ ამდენი შრომა მართლა კაიარო წყალში არ იყრება და მაინც ნახულობენ თავიანთ დანიშნულებას. ზოგი ასწავლის სტუდიაში. აი ესე ძალიან დიდი სურვილი იქნება. არის ხო სტუდიები? კი, სტუდიები არის, საბალეტო სტუდიები, ეს არის მოყვარულ დონეზე. ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენი პროფესიული სკოლაა და პროფესიულ სკოლებში მოგეხსენებათ, რომ ისეთ მონაცემიან ბავშვებს ვიღებთ. რომ ძალიან იშვიათია ეს მონაცემები საერთოდ და სტუდიაში შეუძლია ყველას მისვლა და ყველას მოყვარულ დონეზე ის რახან საუბრობთ რომ ამდენი წლის შრომა რამდენი წელი სწავლობენ 9 წლის განმავლობაში ეს მართლა ძალიან რთული პროცესი და რთული პერიოდი, როგორც თქვენ თქვით, მერე ვერ პოულობს გაგრძელებას ჩვენს ქალაქში. აი როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ კონდეს ამ ბავშვებს დასაქმების პერსპექტივა და ასევე მათი აი შრომის რეალური მიზანი და საბოლოო შედეგი დაინახონ. აი რას ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამისთვის? აი მაგალითად კამერული დასი როგორც თბილისში უგრეხელიძის დასი არის ჩამოყალიბებული და სადაც ბათუმელი ბალერინები, ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ იქ და სხვათა შორის წელს გამოშვებაზე ანი მოსწავლე ერთ-ერთი ეკატერინე ოსიძე ჩამოვა უგრეხელი ჩვენი კურსდამთავრებული მარიამის დასში არის და შეგვისრულებს სწორედ ჩვენი რეპერტუარიდან მიკუსის
რომელი ბალეტია? დონ კიხოტიდან ბოშუს. და რა არის საინტერესო? გქონიათ თუ არა ეს საკითხი დასვით, არის ამაზე ლაპარაკი შესაბამის ამ უწყებებში? საკითხზე კი ბატონო დასმულია, რა თქმა უნდა, ეს საკითხი იციან, ახალმა მინისტრთანაც დასმული გვაქვს ეს საკითხი, ძალიან დაინტერესებულია სხვათა შორის აი ამ საკითხებით და მე მგონი არ ვიცი, მე მგონი გადაწყდება მუშაობის პროცესში არის ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა არის საოპერო დასი, სიმფონიური ორკესტრი და ასე შემდეგ, აქ შეიძლება უკვე და საყრდენი ჭირდებათ ყოველთვის და იწვევენ ხოლმე საბალეტო დასის წარმომადგენლებს ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ახერხებენ ბევრი რაღაცის დადგმას. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, სასიხარულო ინფორმაცია იქნება თუ გაკეთდება რასაკვირველია და მე ვფიქრობ, ისეთი რამ არის, რომ ამაზე შესაბამისმა უწყობებმა უნდა იფიქრონ. დიახ, გარდა იმისა, რომ ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ მაგალითად სამუშაობენ უფრო სწორად უკვე და მსახიობები არიან თბილისის კამერულ დასში, გარდა ამისა ჩვენი მოსწავლე ანის აღზრდილი ელენე ბარათაშვილი ამერიკაში სწავლობს ინტერლოხენის არტ აკადემიაში. ეს მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენი სკოლისათვის ძალიან საამაყოა. პირველ კურსს ხურავს ახლა წელს იქ. აუცილებლად ჩამოვა ჩვენთან მისაღებზე არა გამოსაშვებ გამოცდაზე აუცილებლად გამოცდაზე ძალიან ბევრი ხალხი ყავთ საინტერესო კი ძალიან საინტერესო ამისთანავე ჩვენი კიდევ ერთი მოსწავლე ის უკვე ელეონორა არჩაიას მოსწავლე გახლავთ იტალიაში ერთ-ერთ თანამედროვე დასის თეატრში მუშაობს უკვე როგორც მსახიობი. ასე რომ ჩვენ სკოლას ძალიან შედეგები თან მინდა აღნიშნო ელენესთან დაკავშირებით, აი როგორ მოხდა მისი იქ გაგზავნა. ანუ ჩვენ ვიყავით რიგის საერთაშორისო კონკურსზე და იქ ერთ-ერთი ჟიურის წევრი ძალიან დაინტერესდა და თქვა რომ თქვენო ვაგანავას სახელობის აკადემიის პროგრამის მიხედვით სწავლობ თუ ეს მეთოდი დავინახეო თქვენთან და ძალიან მინდაო რომ ელენეო ჩემთან გააგრძელო სწავლებაო. Ну, რა თქმა უნდა, მე ცოტა გული დამწყდა, იმიტომ რომ სამი მოსწავლე მყავს დამამთავრებელ კურსზე და ელენე ძალიან კარგი მოსწავლე იყო და გამიჭირდა მისი გაშვება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის მომავალზე გათვლილი საინტერესო ნაბიჯია ნამდვილად და აი მომავალ გეგმებზე თუ შეიძლება რამდენიმე ესეთი ძალიან ბანალური შეკითხვა, მაგრამ რეალურად ყველას გვაქვს გეგმები და აი თუ შეიძლება რომ ვთქვათ რამდენიმე დიახ, აი რაც შეეხება მომავალ გეგმებს, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ 8-9 მაისს მივიმგზავრებით თბილისში, სადაც სტარტდება ის სოლიდური სახის ფესტივალ კონკურსი. იქ უკვე მოსწავლეები 20 მოსწავლე შევარჩიეთ. აი ამ კონკურსზე ხო ფრაგმენტებით, ეხლა მასტერკლასებზე მე მგონი ინფორმაცია თუ არ ვცდები, გადიოდა ეხლა. დიახ, და დომენიკო მოდუნიოს ფესტივალზე სხვათა შორის 11 მოსწავლე ავარჩიეთ და წავიყვანეთ ის ვინც ძლიერია და ვინც გამოგვაჩნდა ყველაფერ ამაში, მაგრამ მოტივაციისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მონაწილეობას კონკურსებში, ფესტივალებში. აი ესეთ აუცილებელია ეს და 20 მოსწავლე არჩეული იქნა სკოლიდან და 8 და 9-ში წავალთ, რა თქმა უნდა, გროლის წელს. კონკურსებიც ხო ზრდისა, რაც ეს განვითარება ხდება ჩვენ кайფანი შესაძლებლობების რეალურად დანახვა და იმედი კიდე ბევრი ბავშვის სამაში არის. და შემდეგ გვექნება საანგარიშო გამოსაშვები კონცერტი ორ განყოფილებიანი. აქაც წელს ანის გამოშვება, ძალიან ბევრი იმუშავა აი ამ გამოშვებაზე. მეორე განყოფილება უკვე სადიპლომო ნამუშევარი ანის ეკუთვნის ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით, შოპენიანადან გავა სცენები იქნება და მეტად მნიშვნელოვანია აი ამ ორი სცენა შევარჩიეთ სადიპლომო ნამუშევრისთვის, ორი სურათი შოპენიანადან, ეს არის რომანტიკული ბალეტი, რომელსაც არ აქვს სიუჟეტი და პირველი სურათი წარმოდგენილი ლირიული სახით, სადაც ოცნებები დომინირებს. მეორე სურათი არის დიდი ვალსი, ძალიან საზეიმო ვალსია. მე ვფიქრობ ძალიან ლამაზი, დამაგვირგვინებელი იქნება ეს გამოსაშვებ საღამოზე. მინდა ვთქვა, რომ ვახტანგ ჭაბუკიანის დადგმა. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მე თავის დროზე თვით ვახტანგ ჭაბუკიანთან ვსწავლობდი და მუშაობდი ზუსტად აი ამ ბალეტზე, ერთ-ერთ თავალ პარტიაზე
და აი ეს მიდგომები რაც ბატონ ვახტანგს ჰქონდა ყველაფერი მახსოვს და ვცდილობ რომ გადავცეთ ჩემს მოსწავლეებს და გაუზიაროთ ჩემი გამოცდილება რა არის იცით მას ჰქონდა საოცარი ესეთი მიდგომა და მეთოდოლოგია რომ ძალიან მარტივად ხვდებოდი და ძალიან მარტივად აგნებდი იმ მოძრაობას. თვითონ ძალიან აი საოცარი სიზუსტით ხედავდა სათითაოდ თითოეულ მოძრაობას, მის დინამიკას, ტემპერამენტს, კი და აი რეპეტიციებიც ისე მიმდინარეობდა, ხო, რაღაც საოცარი ძალა გეძლეობდა რეპეტიციებზე. აი მე ვფიქრობ მარტო გენიოსებს შეუძლიათ აი ესე წაიყვანონ რეპეტიციები რა. ხო და ვცდილობთ ახლა ყველანაირად ეს ორივე სურათი არის თითოეული სურათი არის ძალიან განსხვავებულს ვერ ვიტყვი ორივე რომანტიზმის ეპოქიდანაა, მაგრამ სტილი არის იქ საზეიმო და აქ ლირიული. ორივე სტილი ბავშვმა ძალიან კარგად აიღეს და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მხატვრულად ასეთი მრავალფეროვანი სტილი ბავშვებს შეუძლიათ გადმოსცენ სცენაზე. ძალიან დიდი მადლობა. ხალხო თუ რაიმეს დამატება გინდათ, გვაქვს ძალიან ცოტა დრო. დივერტისმენტი გვაქვს, გარდა იმისა, რომ აი მთავარი სცენა, რაც ილაპარაკა, ჩვენ სხვა პედაგოგებმაც, სკოლის სხვა კლასიკური და სახასიათო ცეკვის, ქართული ცეკვის პედაგოგებმა ის მოსწავლეებისაგან შედგა დივერტისმენტი, სადაც არის უხვად წარმოდგენილი როგორც კლასიკური ნომრები, ასევე სახასიათო ნომრები, ქართული ნომრები და თანამედროვე ბალეტი. ეს არის ძალიან ლამაზი სანახაობა. 15-ში აუცილებლად უნდა 15-ში შვიცაძე მუსიკალურად ძალიან მნიშვნელოვანი სანახაობა ელოდება ბათუმელებს და არა მხოლოდ ბათუმელებს. წარმატებები მინდა გისურვოთ და 10 წლის პაუზას ნამდვილად არ გავაკეთებ, არ მეგონა. ნამდვილად სიურპრიზი იყო ჩემთვის. სიამოვნებით მოვალთ. აუცილებლად. წარმატებები კიდევ ერთხელ ჩვენ საუბრობდით ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლის შესახებ და ჩვენი სტუმრები იყვნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი ირმა მსხალაძე და პედაგოგი ანი ფირცხალაიშვილი. დღევანდელი არტ ექსპრესი ასეთი გახდათ. მე გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე და ვტოვებ ანა ვაშაყმაძის სიუჟეტს რუსთაველის თეატრის შესახებ. ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, თუმცა მისი ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. 1879 წელს დრამატული კომიტეტის წევრებმა ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელმა წესდება მიიღეს. სასახლის მოედანზე შენობაში არჩიეს და იმავე წლის 5 სექტემბერს პირველი სეზონიც გაიხსნა. მაყურებელს ბარბარე ჯორჯეძის კომედია რას ვეძებდი და რა ვპოვე აჩვენეს. აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა. დავით ერისთავმა კი სარდუს ფლანდრია სამშობლო ქართულად გადმოაკეთა და სწორედ მასში გამოიკვეთა თეატრის ეროვნული სწრაფვა. მაშინ ლადო მესხიშვილი, რომელიც ლევან ხიმშიაშვილის როლს ასრულებდა, ეროვნულ გმირად შერაცხეს. თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანად დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშანწყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს, წერდა ილია ჭავჭავაძე. 1898 წელს ამჟამინდელ რუსთაველის გამზირზე არტისტული საზოგადოების სახლს შემდგომ რუსთაველის თეატრს ჩაეყარა საფუძველი. 3 წელიწადში კი გაზეთ ივერიაში დაიწერა. 6 თებერვალს ნაშუა დღეს 2 საათზე აკურთხეს გოლუვინის პროსპექტზე ახლად აგებული შენობა თბილისის საარტისტო საზოგადოებისა. ამავე წლის 5 მარტს წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარელის ხანუმა. 1930-33 წლებში მოსკოვის გასტროლებსა და საკავშირო ოლიმპიადებში მონაწილეობამ ალექსანდრე ახმეტელსა და თეატრს საერთაშორისო აღიარება მოუტანა, თუმცა ახმეტელი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დიმიტრი ალექსიძე რუსთაველის თეატრში ტრადიციად ქცეული გმირულ რომანტიკული მიმდინარეობის ერთგული რჩება. ამავე პერიოდში მოღვაწეობდა განსხვავებული ხელწერისა და ინდივიდუალობის მქონე რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი, რომელმაც ისეთი მსახიობთა ჯგუფი შემოიკრიბა, რომელიც ქართულმა თეატრალურმა საზოგადოებამ შვიდკაცას სახელით გაიცნო. მათ რიგებში იყვნენ მიხეილ თუმანიშვილი, მედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, გურამ საღარაძე და ბადრი კობახიძე.
თეატრში მცირე სცენის გახსნა სწორედ თუმანიშვილის სახელს უკავშირდება. 70-იან წლებში გაჩნდა რობერტ სტურუას პოლიტიკური თეატრი. 74 წელს ყვარყვარემ, 75 წელს კავკასიური ცარცის წრე, რომელმაც თეატრს რიჩარდ მესამესთან ერთად მსოფლიო აღიარება მოუტანა. 1959 წლის 9 ივნისს თეატრი დაიწვა. გადარჩა მხოლოდ პროსპექტზე გამომავალი მთავარი ფასადი. მისი კომპლექსური რეკონსტრუქცია 1982-87 წლებში ჩატარდა. სარესტავრაციო საქმეს სათავეში არქიტექტორი ოთარ ნახუცრიშვილი ჩაუდგა. თეატრის ფასადმა პირვანდელი სახე დაიბრუნა. ამჟამად თეატრს 3 დარბაზი აქვს. დიდი, რომელშიც 786 მაყურებელი ეტევა, 300 მაყურებელზე გათვლილი მცირე სცენა და ექსპერიმენტული, სადაც 182 ადამიანი ეტევა.